პირველ რიგში უერთდები მზია მაღლობელის სოლიდარობას და უერთდები მოთხოვნას, რომ ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, იმიტომ რომ ეს არის რეჟიმის ტყვე და ბიძინა ივანიშვილის ტყვე. ერთადერთი მიზანი, რაც ჰქონდა ჩვენი მხრიდან დაზარალებულად ცნობის მოთხოვნას, ეს იყო, რომ ჩვენ წვდომა გქონოდა საქმის მასალებთან და შეგძლებოდა გავცნობოდი თუ რა პროცესები არის ზოგადად ამ საქმეში და გამოძიებაში. მოლოდინი რაც გქონდა, რა თქმა უნდა, პირველივე დღიდანვე ჩვენი ეჭვები და ჩვენი დაკვირვება, იმიტომ რომ მე ვიმყოფებით ბათუმში პირველივე დღიდანვე, იმიტომ რომ სანამ მოხდებოდა შეიარაღებული თავდასხმა წინ უძღოდა ქალბატონი მზიას დაკავება, წინ უძღოდა აქტივისტების დაკავება და იმ წუთიდანვე ეს იყო სწორედ მიზეზი, რატომაც იმყოფებოდა გიორგი გახარიაც ბათუმში. პირველივე წუთიდან ჩვენი ეჭვები, რომ ამ თავდასხმაში ჩართული იყო ძალიან ბევრი ადამიანი და ბევრი სტრუქტურა, გამართლდა პრინციპში ეს ეჭვები, დღეს უკვე დადასტურდა იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურამ დამალა მთავარი მტკიცებულება, ეს არის ვიდეო ჩანაწერი. მათ დღეს განგვიცხადეს, რომ ვიდეო მტკიცებულება, ვიდეო მასალა გადაცემულია, ასე ვთქვათ, ექსპერტიზაზე, თუმცა ეს არ არის, რა თქმა უნდა, პასუხი იქიდან გამომდინარე, პროკურატურას ამის ასლები აქვს. ანუ შევჩერდეთ აქ, შერატონს თხოვდით ამ ვიდეო მასალას, რა მოხდა იმ ღამეს, ამის ამსახველი ვიდეო მასალა აქვს შერატონს, ეს მენეჯერმა იმ დღესვე თქვა, რომ სრული ჩანაწერი შეინახება, არ წაიშლა. დიდი ფიქრის დასჯა ასის შემდგომ ეს ჩანაწერი და არა მარტო ჩანაწერის სერვერებიანით გადაეცა მხოლოდ პროკურატურას. ამის შემდგომ თქვენ გქონდათ შესაძლებლობა წესიერ სახელმწიფოში რომ ცხოვრობდეთ, როგორც დაზარალებული, გაცნობოდით რა ხდება ვიდეოში თავიდან ბოლომდე, ხო, ამ ჩანაწერში, რისი საშუალებაც დღეს არ მოგცეს, მიზეზი იყო, რომ ეს წაღებულია სადღაცო. ექსპერტიზაზე? ასლები რომ არის, ეს საიდან ვიცით? ყოველთვის, როდესაც მიდის ექსპერტიზაზე ვიდეო ჩანაწერი, ექსპერტიზაზე წასვლამდე რჩება მისი ასლი, რა თქმა უნდა, პროკურატურაში და გამოძიებაში რჩება, იმიტომ რომ ამის პარალელურად ასევე მიმდინარეობს გამომძიებლების მხრიდან ამ ვიდეოზე დაკვირვებაც. პირველ რიგში თავიდან რომ მოვყვეთ, როდესაც მოხდა შეიარაღებული თავდასხმა, ამის შემდეგ ჩვენ მივმართეთ შერატონს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონით, რაც გიორგი გახარიას ჰქონდა, რომ ეს კადრები გადმოეცა ჩვენთვის. ასევე პროკურატურა მივიდა ორი განჩინებით შერატონთან. პირველი განჩინება ეს იყო, რომ შეინახათ ასლები შერატონში. ამის შემდეგ შერატონი რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ გვიჭიანურებდა ამ ვიდეო მასალის გადმოცემას, შემდეგ როგორც აღმოჩნდა მათ ამდენი დღის განმავლობაში ჰქონდათ კოორდინაცია და მივიდნენ ესეთ გამოსავლამდე, რომ შევიდა პროკურატურა და წაიღო მთლიანი სერვერები, მიზეზით, რომ შერატონშიც არ დარჩენილიყო არავითარი ასლი, რათა მათ არ შეესრულებინათ ის ვალდებულება, რომელიც მათ ჰქონდათ აღებული და რომელიც მათ ეკისრებოდათ პრინციპში გიორგი გახარიას წინაშე. მთელი ამ პროცესის მთავარი მიზანი არის, რომ დამალონ ყველა ის ფაქტი, თავიდანვე განადგურდა ძალიან ბევრი მტკიცებულება და მნიშვნელოვანი ფაქტები, თუნდაც შერატონში იქვე თავდასხმის პროცესში, როდესაც თავდასხმა მოხდა, მათ გაიტაცეს დაცვის სამსახურის უფროსი, სუსმა ჩატენა მანქანაში და მეორე დღის საღამომდე საერთოდ არ გამოჩენილა, ასევე იმ საღამოს მორიგე პერსონალი დღემდე არ არის გამოჩენილი შერატონში. აღარ დადია? სავარაუდოდ გაშვებული ყავთ შვებულებაში, როგორც ინფორმაცია გვაქვს, რა თქმა უნდა, რომ მოხდეს ამ საქმის კარგად დამალვა და რაღაცნაირად ყველანაირად ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის ამ საქმიდან გამოწვევას. ირგვლივ რაც კი რამ შენობა ნაგებობა იყო, მიადგნენ ყველას თუ სადმე ვიდეო კამერა იყო, სუსი მუშაობს დღემდე. მე ეხლა მოვდივარ ბათუმიდან, იმის თავდასხმიდან მომდევნო 2 დღე მე 24 საათის განმავლობაში ვიყავი შერატონის ტერიტორიაზე და ვაკვირდებოდი პროცესებს. მთელი ამ პროცესის განმავლობაში სუსი მუშაობდა დარაზმულად, ირგვლივ ყველა თუ ვინმე არსებობდა მოწმე, შესაძლო მოწმე, ან შესაძლო ვიდეო ჩანაწერი, მათ იმუშავეს ყველა ამ ფაქტის გაქრობაზე. რაც რასაკვირველი აჩენს ძალიან დიდ ეჭვს იმისა, რომ პირველივე წუთიდან ეს თავდასხმა იყო ორგანიზებული, ბიძინა ივანიშვილის მიერ შეკვეთილი, ორგანიზებული ამ ორგანიზებაში ჩართული იყვნენ როგორც შერატონის ადმინისტრაციის გარკვეული ნაწილი, ასევე პოლიცია, ასევე ეხლა აღმოჩნდა, რომ თურმე პროკურატურაც და სუსი.
შერატონის ნაწილი თავიდან ხო ძალიან ცხადი იყო, იმიტომ რომ თავდასხმა მოხდა ზვიად ქორიძეზე, ამის შემდეგ მათ შერატონში არ გამოუძახიათ პოლიცია და იმის ნაცვლად რომ პოლიცია გამოიძახეს, იმიტომ რომ შეიარაღებული ადამიანები დაესხნენ მათ სტუმარს თავს. ამის შემდეგ რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ მოხდა მეორე თავდასხმა. ამის შემდეგაც მათ არ გამოუძახიათ პოლიცია გამოიძახა სამოქალაქო პირმა და პოლიცია მოვიდა 9 საათზე მეტის დაგვიანებით. ტერიტორიის დანაშაულის ადგილად მონიშნა მოხდა 3 საათიდან 9-ით გვიან, ამ დროსაც ჩვენ იქ ვიყავით, როდესაც ატყდა მთელი ამბავი და მოვიხმეთ მათ შორის ჟურნალისტები, მხოლოდ ამის შემდეგ ინება კეთილი პოლიციამ ტერიტორია მოენიშნა დანაშაულის ადგილას, თუმცა უკვე ამას აზრი აღარ ქონდა, იმიტომ რომ ყველა მტკიცებულება, რომელიც შეიძლება საქმეში ყოფილიყო, იქ უკვე აღარ იყო და თავიდანვე იყო იქავრობა მოსუფთავებული. კი ბატონო, ანუ მტკიცებულებები განადგურდა ნაწილი, როგორც ამბობთ, ამის მერე მაინც მოუხდა დაზარალებულად ცნობა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ესეც ფიქტიურია. გარდა ვიდეომასალის არ გაცნობისა, იქ იყო ოქმის არ გაცნობა ზვიადქავრების. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ასევე მიზეზი რატომაც იყო ჩვენი მოთხოვნა დაზარალებულად ცნობაზე, ეს იყო რომ ქონოდა წდომა ვიდეომასალაზე და ქონოდა წდომა საქმეში არსებულ მასალებს და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ზვიად ქორიძის გამოკითხვის ოქმი. ესეც დამალე, სამ ყველაფრის მთავარი მიზეზი და მიზანი არის ის, რომ ისინი დღეს უკვე ყველანაირად ცდილობენ დამალონ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა ამ საქმეში, რასაც რა თქმა უნდა ვერ დამალავენ, იმიტომ რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი მტრად არის გადაკიდებული გიორგი გახარიას და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მან ეთერში დაანონსა მთელი პარტიის რეპრესიები და დაგვემუქრა კიდეც. შესაბამისად, ჩვენ დიდი ხანია უკვე ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან მოწადინებული არის ჩვენს დევნაზე. თუმცა აი ამ ბოლო პერიოდში ეს უკვე პროცესის ნაწილი გახდა, იმიტომ რომ დევნიან ყველას და ყველაფერს, რაც კი მათ ხელს უშლით მათი ნების აღსრულებისა, რომ საქართველო გახდეს დიქტატორული ქვეყანა და იყოს რაღაცნაირად რუსეთის ნაწილი. კი ბატონო, სულ ბოლოს გითხავთ, რას გიჩენთ ეს საბოლოოდ, იქ პირველი, ასე ვთქვათ, ოცნების ლიდერების განცხადებები პირველ დღეებში აჩვენებდა იმას, რომ მოძალადეო გახარიაო საქმის ასეშად, ანუ თავდასხმას უტრიალებდნენ უკუღმა და ფიქრობთ, რომ აქეთ წავა პროკურატურა იყოფა ამის ამბედაობა. იქედან გამომდინარე, ვინაიდან უკვე დაზარალებულად ეს სცენარი გამოირიცხა, როგორც თავისივე თავი შეიყვანეს ჩიხში უკვე აქედან გამომდინარე, ხა მათი მიზანი იყო რაღაცნაირად არ ვიცი დაშინება, ეხლა ვინც გიორგი გახარიას იცნობს, მიხვდება რომ მისთვის დაშინების ფაქტორი ნამდვილად არ იქნებოდა ეს და მათთვის თუ რა მიზანი ქონდათ ეს პირიქით მოხდა, თვითონ უფრო ლაჩრები გამოჩნდნენ თელ სამ პროცესში და ამ თემამ ხო გამოჩინა ბევრი რამ ირგვლივდა, ბევრი თუნდაც ის რომ ეს იმამაცე ერთადერთი ვისაც ყველაზე მეტად აკლია ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მათი გუნდი. ისინი არიან უბრალოდ შეშინებულები, დამარცხებულები და არაფერი აღარ დარჩენიათ ძალადობითა. მე მათ მინდა უთხრა რომ ფიზიკური ტკივილი არ არის ის რაც ყველაზე მძიმეა ადამიანისთვის, ის ტკივილი უფრო მძიმე იქნება, რომელიც თქვენ მორალურად წინ გელოდებათ და გელოდებათ ქართველი ხალხისგან პირველ რიგში.